მოგესალმებით, ცოტა კორექტირება შევიტან, ყალბმტკიცებულებებს. ხო, კი, რა თქმა უნდა, ყალბმტკიცებულებების შექმნას ცდილობს დღეს ქართული ოცნება. თავარი მოწმეები არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით, ზოგი კორუფციით, ზოგი რაღაცა ჩონჩხებით შენახული სადღაც გარადაში, ხო? აი ამ ეს ადამიანები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან ბევრი ზეწოლის ბერკეტი, ამ ადამიანებისგან ქმნიან ჭყალებში ყალბმტკიცებულებებს. ჩვენ ამ პროცესს ბუნებრივია ვერ გავაჩერებთ, ეხა ამ მოცემულობაში ვერ გავაჩერებთ. მათ სინდისზე იყოს და მათ ნამუსზე იყოს და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც მუნდირის ქვეშ არიან და რაღაცა გენერლის სამხრები ავიათ, ხო? მხრებზე აქ დამაგრებული აქვთ. მათ სინდისზე იყოს. მე ვერ შევაფასებ წინასწარ ამ ადამიანების რას აპირებენ, რას იძახიან, გამოვლენ იტყვიან, არ იტყვიან, მაინც გავიგებთ. ამის შემდგომ შეგვიძლია პერსონალურად შევაფასოთ, როდესაც გვეცოდინება მათი მიერ, თქვათ, მიცემული ჩვენებები თუ რაც არის. ერთ-ერთი რაც შეიძლება ვთქვა, ვინც აი ამ ყველაზე აი ამ კაცებში ამ ყველას აჯობა არის მაია ცქიტიშვილი. დანარჩენი და მეტნაკლებად თქვათ რაღაცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროს ქონდა კიდე რაღაცა ისეთი რა ერთ სახელს და იმას არ ვიტყვი ცოტა მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაც თქვა მაგრამ იქ რა თქვა არ ვიცით მაგრამ გარეთ რა თქვა კიდე ეს იყო დანარჩენი ნახეთ ხო ყველას ეს სამარცხვინო პატარა კაცები ძალიან სამარცხვინო ადამიანები და მათ უნდა იცოდეთ, რომ მათ მოუწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება და მათ მოუწევთ იმ თავისი გადაწყვეტილებებით ცხოვრება პირდაპირ მნიშვნელობით ამ საკითხთან მიმართებაში, როდესაც ადამიანს ედავებიან საქართველოს მიწის დაცვას, რატო დაიცავი, ამით შენ რისკის ქვეშ დააყენე ქვეყანაო. ეს არის თავარი мотиваცია. სავარაუდოდ ეს ხალხი, სამხედრო ხალხიც ალბათ მაგ საექსპერტო დასკვნა ჭირდებათ, რამდენად რისკის შემცვლელი შეიძლება ყოფილიყო ომის, ხო, ესეთი ჭყალებში ომის. მაგრამ ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად შესაძლოა გახარიას ომის საფრთხის წინაშე დაყენების ბრალიც წაუყენონ? არა, ამით დაიწყეს. ანუ თავარი ეს არის, რომ ომის რისკის წინაშე გვაყენებდაო. მაგრამ ამ ადამიანებს ყველაფრის კადრება შეუვლიათ. ჩვენ ზოგადად მათ უნდა ესმოდეთ, სადამდე მივიდეს შეიძლება მათი დაცემა. ჩვენი ბიუროკრატიის ელჩების ყველასი, თუნდაც მათიც ადამიანების, რომლებიც ამ სახელმწიფოს ემსახურებით, ესეც შეიძლება რუსებისთვის რისკი იყოს ომის დასაწყებად, იმიტომ რომ არ უნდა ჩვენი სახელმწიფო, არაფერი არ უნდა ამ ქვეყანაში განვითარდეს. ამიტომ ნებისმიერი мотиваცია შეიძლება იყოს ომის რისკის შემცვლელი. ბოლოს შეიძლება იქამდეც მივიდნენ, რომ აქეთ წავიდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფოც რო გვაქვს და დამოუკიდებლები ვართ, შეიძლება ესეც რისკი იყოს ომის დასაწყებად. ამიტომ მათ სიგიჟეს, მათ დაცემას და მათ ამორალურობას არანაირი საზღვარი არ გააჩნია. შესაბამისად, პირადად კობახიძე არის ივანიშვილის ვნებების გამახმოვანებელი, ის უკეთებს ამის ორგანიზებას, მან შეუკრიბა ეს გუნდი პროკურატურაც და შესაბამისად აი მის ქვეშ იხარშება ეს სიგიჟეები, ხო? მის ქვეშ და მისი პასუხისგებლობის ქვეშ მაგალითად აწამეს გიორგი ბაჩიაშვილი. გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს ეს ხალხი ძალიან მარტივად უყურებს. ჩვენ გვაქვს უკვე წინა რეჟიმის პრეცედენტი, როდესაც საკუთარ საკანში შეუვარდნენ ადამიანს და აწამეს და არ ადამიანად მოეპყრენ და ამაში ჩართული არის ციხის დირექტორი, დეპარტამენტის უფროსი, იუსტიციის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი. ეს არის ისეთი პასუხისგებლობა, აღარ იქნება საჭირო იქ ვიღაცების დაბარება. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ მოექცნენ მაგალითად ბაჩიაშვილს და ეს არის სრულად იმის საფუძველი, რომ აი ამ ადამიანებს ვინ ჩამოუთვალე წამებაზე და არ ადამიანურ მოპყრობაზე მომავალში გასამართლენ. ზუსტად იგივენაირად, როგორც უნდა გასამართლებულიყო წინა რეჟიმი და ბიძინა ივანიშვილმა ხელი დააფარა და სისტემური შეფასება როცა საჭირო იყო, მაშინ ვერ მიეცა და მე რაღაცნაირად ამის სათავისოდ გამოყენება დაიწყო და ბოლოს გახარიას და მამუკა ხაზარაძე დაიჭირა, ხო? ეს იყო მისი პოლიტიკის შედეგი. ნაბიჯებით მიდის ქართული ოცნება, ხო? გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეები ჩასვა ერთმანეთის მიყოლებით გაუშვა
პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში და გიორგი გახარია, რომელიც პირად მტრად ფაქტობრივად პირდაპირ შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაასახელა, ახლა მას უმზადებს ციხეს ოღონდ არა ერთი წლით, არამედ მრავალწლიანი ბრალდებით. სადამდე მიჰყავს, ანუ რა გზით მიდის ახლა ქართული ოცნება, პირადი შურისძიება თუ გაჩუმების მცდელობა ყველასი, ვინც მას წინააღმდეგობაში უდგას? არა მარტო მათ. მე საერთოდ ამ ბოლო მოცემულობიდან გამომდინარე გლობალური, მოდით, პერსონალური ამბების გიორგი გახარიას ამბავი არის, გიორგი გახარია რამენერად გადაიტანს ამ ამბავს. ეს მას ერჩიან, მასზე არის თავიდან ბოლომდე და მე ვფიქრობ, რომ დღეს გიორგი გახარია უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ევროპაში, პირდაპირ მნიშვნელობით იმ რისკების შემცირებით არის დაკავებული მომავალში, რაც ქვეყანას ექნება, რასაც ქართული ოცნება ყოველდღიურად ჩადის ქვეყანაში, რაც არის, თქვათ, ვიზის გაუქმების პროცედურა, რომელიც უფრო ადრე შეიძლება მომხდარიყო, რო არა, თქვათ, ჩემი აზრით პერსონალურად მისი აქტიური მუშაობა და ზუსტად ის ხალხი წავიდა წინააღმდეგ მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრებიდან და გადაიდო ეს პროცესი, ვისთანაც ჰქონდა გახარია შეხვედრა და ამიტომ დღეს გახარია ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ საქმეს აკეთებს ამ მოცემულობისთვის იმის პარალელურად, როდესაც კობახიძე, ივანიშვილი, ქართული ოცნება ცდილობს საქართველოს ინტერესების დანგრევას, საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დანგრევას, რუსების სტრატეგიული ინტერესების გატარებას და ისინი ასე მოქმედებენ დღეს ამიერკავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაშიც და სამეზობლოსთანაც მიმართებაშიც ატარებს დღეს საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნება პერსონალურად პირველი ის რომ რისკის ქვეშ აყენებს, თქვათ, არა მარტო ვიზის საკითხს. ვიზის საკითხი კიდე შეიძლება ყველაზე ესეთი მსუბუქი საკითხი იყოს, იმიტომ რომ ამის, თქვათ, მე გამოსწორება გაცილებით უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულების, სხვა ხელშეკრულებების, რომლებსაც ეროვნული პარლამენტები უკეთებენ რატიფიკაციას. ხო წარმოგიდგენიათ, ეხლა თავიდან იქნება მთელ ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებთან ჩასასვლელი ეროვნული პარლამენტის დონეზე ახლიდან რომ განახდეს რაღაცა დოკუმენტები. ამიტომ დღეს მაშინ როდესაც ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებში უკან ვიხევთ და აზერბაიჯანი, სომხეთი, რომელიც ჩვენს მიღწეულს და რასაც დაუკარგავთ, ისინი აიღებენ. აზერბაიჯანი იმ დაჩქარებული, ფორსირებული პროცესით, რასაც ქვია, თქვათ, ევროპის ინტეგრაცია და აზერბაიჯანი თავის სტრატეგიული ინტერესებით, როდესაც ის ამბობს, რომ აი დერეფანში, ზანგეზურის დერეფანში თურქები და ნატო უნდა ჩადგეს. და დღეს სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ, ქართული ოცნება გადაიქცა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გამტარებლად. ეს უკვე ივანიშვილის ვნებები კი აღარ არის. გახარიას დაიჭერს თუ მამუკა ხაზარაძეს დაიჭერს თუ სხვა პოლიტპატიმრებს დააკავებს თუ ამას იზავს თუ ინდივიდუალურად ადამიანურ თვალსაზრისით, არამედ სტრატეგიული ხაზები არის დანგრეული საქართველოს. წარმოგიდგენიათ, სიტყვაზე შეიძლება რომ 2026 წლიდან პირობითად ქართველი ვეღარ წავიდეს საქართველოს პასპორტით uvizot და მაგალითად იგივე პრივილეგია, თქვათ, გაუჩნდეს სომხეთის მოქალაქეს. Ან წარმოგიდგენიათ, როგორ უხერხულ მდგომარეობაში, თუნდაც უხერხულ მდგომარეობაში, ხა აქედან გამომდინარე, ხო ხვდებით ეს, როგორი მნიშვნელოვანი მეტია ვიდრე უხერხულ მდგომარეობა. ხო და კატასტროფა არის, პირდაპირ სწორი ბრძანდებით, სიტყვა რო შევცვალეთ, უხერხული კი არა, კატასტროფა არის, ოდესაც მაგალითად 2026 წლის 1 იანვრიდან პირობითად, ხა მე ხო არ ვიცი ვადები როგორ არის, რაღაცა 20 ოქტომბერი დასახელდა, მაგრამ აი 20 ოქტომბრის მერე ქართველი ვერ წავა თბილისის აეროპორტიდან და ქუთაისის აეროპორტიდან და ბათუმიდან და მაგალითად სომხეთის მოქალაქე შეიძლება ის პრივილეგია მიცენ სომხებს და სომხმა მოქალაქეებმა და იმ ხალხმა, ვინც სომხური პასპორტით სარგებლობს, გამოიყენონ ეს პრივილეგია და მაშინ, როდესაც ქართველებმა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, საგარეჯოში უნდა უსმინონ
აი ამაებ ბოდუას პირდაპირ მნიშვნელობით რა სისულელებსაც სამარცხვინოდ ვერც გაიმეორებ, ხო ისეთ სამარცხვინო რაღაცებს ლაპარაკობენ, თურმე რა მოაქვს ევროპას ამ ქვეყანაში. და აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივიტანოთ ყველა ქართველამდე, რომ დღეს კიდე ვიღაცებს გონიათ, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ხა მე და თქვენ თანხმდებით, რომ ეს ფაქტობრივად შეუქცევადი გზა არის, თუ რაღაცა რადიკალური გადაწყვეტილება და ის რადიკალურ გადაწყვეტილებამდე სანამ მივალთ, მინდა რომ გახარიას წინააღმდეგ დაწყებული ეს პროცესი დავასრულოთ და შემდეგ არ გამოვიდა ის. ჯერ არ გამოსულა, სულ რამდენიმე წუთის წინ გადავამოწმე. მინდა რომ დაუცილებლად როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, იმედი მაქვს მოგვესწრება, გავიგებთ რა სიტყვის ჩაჩიბაია. ელოდებით რომ იქნება ბრალი, ასეა ელოდებით რომ იქნება დაბარება გახარიასი ამჯერად უკვე საგამოძიებო უწყებაში და ახლა ჩნდება თუ კი ამის მოლოდინი გაქვთ კითხვა უპასუხებს თუ არა გახარია კითხვებს ჩორჩანას საქმეზე ისევე როგორც ამჯერად პროკურატურაში როგორც ეს მოხდა ვთქვათ წულუკიანის კომისიის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ პერსონალურად ბატონი გახარიას მიმართ დევნა ეს არის აი ჩვენი გადმოსახედიდან გაცილებით უფრო უმნიშვნელო ამბავი ვიდრე თქვათ გრძელვადიანში რასაც ეს როგორც ესენი იქცევიან საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხელყოფაში მაგრამ ხო ლოგიკა არ არსებობს ნახეთ ეს რომ იყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის მიხედვით წარმოებული პროცესი, თუნდაც ჭყალებში, მაგრამ პროცესი, იქ რაღაცა ვადებში, ლოგიკაში ახვიდოდი, მაგრამ ერთ დამოკიდებული არის, როგორი ხასიათზე არის ივანიშვილი. ხან ეტყვის, რომ გაანაახლეთ, ხან ეტყვის, რომ არ გაანახლოთ, აბა რა ვქნათ, ამას ლოგიკა არ აქვს. მე არ ვიცი, როდის მოითხოვს მაგალითად პროკურატურა. ერთ კვირაში იქნება, ორ კვირაში. ნუ ეხა ყოველ შემთხვევაში ეხა გუშინ თუ მივა თუ არა საგამოძიებო უწყებაში და უპასუხებს თუ არა კითხვებს, ეს ხომ ლოგიკური კითხვაა? საგამოძიებო უწყებაში აი გახარია თავის ფეხით რაღაცა აი ამ მოცემულობაში რომ თქვათ მივიდეს პროკურატურაში მათ დაძახებულზე, მე ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუ მათ სურვილი ექნებათ, მათ შეუულიათ გახარია ჩანთო დისტანციურად. არანაირი პრობლემა არ არის. თუ არ არის ვთქვათ ეხა მოწმის სტატუსზე შესაძლებელია. თუ არა და მაშინ ხო ყავს არსებობს ეჭვი რომ მას იქიდან უბრალოდ აღარ გამოუშვებენ? ანუ თქვენ ფიქრობთ რომ გამოუშვებენ? არ ვიცი, თქვენ გეკითხეთ. მე ვფიქრობ რომ არ გამოუშვებენ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ კარგად უნდა გესმოდეთ რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდი ბოღმებია აქ იმ ხალხზე ვინც ნუ ჩვენზე მოდი ესე ვთქვათ ანუ წარმოიდგინოს ახლა მაყურებელმა ქართული ოცნების ყველა არა იმ ხალხზე ვისთვისაც მოღალატეებს ეწევს გუნდის მოღალატეებს იმ ხალხის მიმართ აქვს ბოღმა რომელი ხალხის თვლის რომ ის არის სააკაშვილის მემკვიდრე ხელისუფლების მართვის თვალსაზრისით ამიტომ შესაბამისად და იმ ხალხის მიმართ ვიზეც ის თვლის რომ მისთვის ელექტორალურ პრობლემას წარმოადგენს იმიტომ რომ ის თვლის რომ ჩვენ მუშაობთ იმ ველში, სადაც მას აქვს რაღაცა ელექტორალური მოცემულობა, რომელიც გარანტიას იძლევა მისი ხელისუფლების სტაბილურობისთვის. დიახ, ჩვენ ვარწმუნებთ ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომ ქართული ოცნება არის ჩემთვის აბსოლუტურად ზუსტად იგივე, რაც ნაციონალური მოძრაობა იყო 1 ოქტომბრამდე. ბიძინა ივანიშვილი არის ზუსტად იგივე ვნებებით, როგორი ვნებებით იყო მისი წინამორბედი. ბიძინა ივანიშვილმაც დაიწყო ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბიძინა ივანიშვილის დადგა პოლიციურ რეჟიმზე. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო სასამართლოს კონტროლი. ბიძინა ივანიშვილი ახალგაზრდა ადამიანებს ციხეში პოლიტპატიმრებად უშვებს, ჟურნალისტებს აკავებს, პოლიტპატიმრებად უშვებს. ბიძინა ივანიშვილი ეხა ამ მომენტში, აი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად თავისი ფინანსური პოლიციით და საგადასახადო უწყებებით ატერორებს პირდაპირ მნიშვნელობით ბიზნესმენებს და ყველას თხოვს რომ ფული მიიტანონ და ეს ფული იმის მაგერად რომ ბიუჯეტში შევიდეს, ნაწილი აკუმულირდება, როგორც ეს ადამიანები ამბობენ და როგორც საუბრობენ, იმიტომ რომ როგორც წესი ამ ხალხს ეს ხალხი არ არის ესე რისკის გამრისკავი ხალხი, რომ უცებ გამოვარდნენ და ყველაფერზე ილაპარაკონ.
ეს ხალხი ამბობს, რომ ნაწილს რასაც გვახტევინებენ, ნაწილი მინდის ბიუჯეტში, ნაწილი სადღაც ეხლა იმაშება, გროვდება და მე ზოგი ამბობს, რომ ხან ოცნების ოფისში მიაქვს, ზოგს ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს ამ ფულს რომ მომიტანეთ. აი ამ მოცემულობაში არის შესაბამისად ბიზნესი ეძახიან და ეუბნებიან, რომ ჩემოდნით ქეშად ფული მოიტანე, იმიტომ რომ ეს ფული ახლა პარტიაში ჭირდება, ამას ამბობთ? ბიზნესში არის შესული, ბევრ ბიზნესში არის შესული საგადასახადო ფინანსური ამ ადამიანებს აჯარიმებენ, მერე მიდიან, როგორც ხდებოდა. გეზერაშვილის დროს რაც ხდებოდა, ზუსტად იგივე სქემები მუშაობს. მოდის ფინანსური, მოდის საგადასახადო, მერე გეუბნება, რომ აი ეს არის შენი ჯარიმა, აი ამდენი გაქვს ვალი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, მერე მიდის ვაჭრობა, ჩვეულებრივი პროცესი არის, რამე განსაკუთრებული კი არ არის. მოდის ვიღაცა ეუბნება, რომ იცი მილიონი რა, დამიკელი რაღაცა 9 მილიონს გადავიხდი, ესენი რომ შეთანხმდებიან, მერე ეტყვია, რომ 250.000 გაუშვი იქ, 250.000 გამოუშვი აქეთ. რასაც აკეთებ დადეიშვილი, რასაც აკეთებ და არაფერი არ არის სქემაში განსხვავება, ზუსტად იგივე პრინციპით მიდიან და ამაში ჩვენ რო ვამხელთ და ჩვენ რო ამაზე ვსაუბრობთ, და ჩვენ რო ამას ვეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ამომრჩეველი ამას განსაკუთრებულად ისმენს. ეხლა ამაზე რო საუბრობს, ეხლა წინა რეჟიმის წარმომადგენელი, ბუნებრივია მათ არ შედის არ მიდის მათამდე, იმიტომ რომ შენ ზუსტად იგივეს აკეთებდი, მაგრამ ამას როცა ჩვენ ვსაუბრობთ ის ხალხმა, რომელმაც ყველაფერზე უარი ვთქვით პრინციპების და სამართლიანობის გამო, არ გავყევით ბიძინა ივანიშვილის ამ სიგიჟეში და უთხარით, რომ რასაც შენ აკეთებ, ეს არის რეჟიმის გადმობარება და რეჟიმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვებრძოდით წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეხა ის ხალხი, ვინც ამაზე საუბრობს და ვისიც ესმის მის ამომრჩეველს, სხვაგვარად ესმის, ეს ხალხი ჩვენ ყველანი მტრები ვართ მისთვის და განსაკუთრებით რა თქმა უნდა გიორგი გახარია, იმიტომ რომ გიორგი გახარია არის აი ამ პროცესის პოლიტიკური ლიდერი. ამაში არაფერი არც დასაზრახი არის და არც არაფერი ამერიკას არ აღმოგვიჩენია. ეს კაცი არის ამ პარტიის ლიდერი, ამ კაცს აქვს თავისი პოლიტიკური წონა, შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი თulis რომ თუ გახარიას იმასავით მოახერხებს და რაღაცნაირად ის აღმოჩნდება დაუცველი მე სადღაც საპატიმროში, მე რაც შეუულია, რაც უნდა ის გააკეთოს. ეს მისთვის იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ აი ამ ხმას გააჩუმებს გიორგი გახარიასთან ერთად. ამიტომ გიორგი გახარია თქვენ კითხვაზე მიიღებს ამ პროცესში, ამ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ ისევ როგორც ეს გააკეთა. პროკურატურას თუ გიორგი გახარიასთან კითხვები ექნება, გიორგი გახარია თქმა უნდა პასუხს გასცემს მხოლოდ ონლაინ. ოღონდ ონლაინ. პროკურატურაში ამ ეტაპისთვის მისი მისვლა არ იგეგმება და მეც მას ურჩევ, რომ ამ ეტაპზე ეს არ გააკეთოს. ჩამოსვლა თუ იგეგმება და ვიზა ლიბერალიზაციაზე უნდა გადავიდეთ. ამ ეტაპისთვის გიორგი გახარია გაცილებით უფრო ეფექტური არის ამ ქვეყნისთვის იქ, სადაც არის. და არის პირდაპირ მნიშვნელობით დაკავებული იმ ზიანის რისკების შემცირებით, რა რისკების წინაშეც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს დღეს ქართული ოცნება აყენებს. დარწმუნებული ვარ ბატონო ლევან, რომ გუშინ თქვენ მოусმენდით ირაკლი კობახიძეს. არა, ნუ იქნებით ესე დარწმუნებული, იმიტომ რომ ამ სიგიჟების მოსმენა უბრალოდ რაღაცა ეს ამოკრებულად ძირითადი აქცენტები რაც მას ამოკრებულად მთავარი ვიზა ლიბერალიზაცია პრობლემატურია, რომ იმიგრაციას გადინებას ხელს უწყობს, რომ იქნებიან ადამიანები გაუქმების შემთხვევაში, ვინც გააპროტესტებს და ქუჩაში გამოვა, მაგრამ საღინაწილი მიხვდება, რომ ვიზის რიგში ჩადგომა პრობლემა არ არის და ახლობით ამ შინაარსის გზავნილებს დარწმუნებული ვარ, რომ გაეცნობოდით. როდესაც უსმენთ ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც ეუბნებიან, რომ უფრო ღირსეულ პირობებს შემოგთავაზებთ ქვეყანაში უკან დაბრუნდითო, რა განცდა გიჩნდებათ, რომ გადაწყვეტილება ივანიშვილს საბოლოოდ გაწყვიტოს ევროკავშირთან და ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობები უკვე მიღებული აქვს და თუ კი მაშინ როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაგირება? მაკა, თქვენ უყურებთ ივანიშვილს ემოციურად, მე უყურებ ივანიშვილს ძალიან პრაგმატულად, როგორ უყურებს ის მოცემულობას. და როგორ უყურებს ის მოცემულობას? ის ითვალისწინებს იმ ამბავს, რომ ეს ცალსახად
რომ დაარწმუნოს სრულიად საქართველოს, რომ ის წავიდა ევროპული ხაზის წინააღმდეგ, მან იცის, რომ მას ექნება ძალიან სერიოზული ელექტორალური პრობლემები, ძალიან სერიოზული, ზუსტად ის კრიტიკული ზღვარის წინაშე გაივლის, რის შემდეგ არც პოლიცია უშველის, არც პროკურატურა უშველის და არაფერი არ უშველის. უბრალოდ ისე დაირღვევა ელექტორალური ბალანსი ამ ქვეყანაში, რომ არანაირი მას მაინც აქვს ხელში ძალაუფლება, ასე თუ ისე, ის არის ამ შემთხვევაში. მაგა ერთია, როდესაც შენ გაქვს ძალაუფლება და პლუს გაქვს პირობითად ვამბობ 35%-იანი მხარდაჭერა. 35%-იანი მხარდაჭერა და მეორეა, როდესაც შენ და ხარ ამ პრობლემებში, სადაც ვართ. და მეორეა, როდესაც გაქვს 20%-იანი მხარდაჭერა რეალური და გიჭირავს ხელისუფლება ძალით. აი აქ, აი ეს 15% არის ზუსტად ის, რაც უკვე დაამთავრებს ივანიშვილის და არანაირი რესურსი არ ექნება ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნების. ჩვენი ამოცანაც ეს არის ზუსტად, რომ ვიღაცები ამას ძალიან სასაცილოდ იგდებენ, მაგრამ ყველაზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ჩამოვიყვანოთ 25%-იან რეალურ მხარდაჭერაზე ქვემოთ, აი მაშინ უკვე თვითმმართველობის არჩევნები. არა მარტო თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი ინდიკატორი, სადაც უნდა გაზომო. შენ ხო უნდა გაზომო ბიძინა ივანიშვილის ზიანი. მიადგა მას ეს ზიანი თუ არ მიადგა. ხმას მიცემს ღარიბაშვილები მიცემენ ხმას თუ არ მიცემენ. ის ხალხი, ის ბიზნესმენები, ვისი ტერორიც მან დაიწყო, ხმას მიცემენ თუ არა ქართულ ოცნებას, რომლებიც 24 წლის არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მიცეს. ესენ უნდა დაიტესტოს. აბა ესე ჰიპოთეტურად შენ ილაპარაკო, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც ზიანს იღებს და ამის თქვა, ამის რეალური ეს უნდა დაიტესტოს ბატონო ლევან, თუ რეალურად საზოგადოების მობილიზება უნდა მოხდეს, როგორც ეს თუნდაც ნოემბერში თავისით მობილიზდა საზოგადოება პროტესტის ნიშნად და ქუჩაში გამოვიდა. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად კობახიძის ფრაზა, რომ ნაწილი გააპროტესტებს და მეორე ნაწილი ამას ისე მიიღებს, როგორც უნდა მიიღოს, ორნაირად ჟღერდა. ერთი რომ ოცნება ისევ მზად არის იმ მეთოდების გამოსაყენებლად, რომელიც გამოიყენა ნოემბერ-დეკემბერში და მეორე რომ იმედი აქვს, რომ იმდენი ხალხი ქუჩაში აღარ იდგება, რამდენიც იდგა ნოემბერში. მე არ ვიცი ხა კობახიძის იმედებზე, მაგრამ ეს თვითმმართველობის არჩევნები იყო ბრძოლის ხაზი, არის კიდევ არის ბრძოლის ხაზი, ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, სადაც შეიძლებოდა ერთიანი ნეიტრალური კანდიდატების, მაჟორიტარების და მერებით 4 პარტიის. ეს შანსი აღარ არის. აღარ არის ეს შანსი, სხვადასხვა რაღაცა ბრიხვთა სამყაროს გადამყიდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა ჩვენ ჩამოყაროთ ყურები და ამ პროცესში არ შევიდეს. ჩვენი ამოცანა არის ქართული ოცნება დავაზიანოთ ელექტორალურად. თუ ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ, რომ ქართული ოცნების რაც უფრო სხვათა შორის ამათი არ მონაწილეობა რისკს ზდის იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ისევ თქვათ, ისევ დაიბალანსოს ხმები და დააკომპენსიროს თქვათ იგივე ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლის ხარჯზე. ბატონო, გაყალბდა როგორც საპარლამენტო არჩევნები. მაგა ჩვენ ნახე სანამ იყო ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება, იყო სტატუს quo, ქართულ ოცნებას არანაირი პრობლემა არ ქონდა, არც არჩევნების გაყალბება ჭირდებოდა, არც რაღაცა ბრუტალიზმი, არც ევროპასთან დიდი კონფლიქტი არ. როგორც კი პროცესში შემოვედით ჩვენ და ლელო და რომელმაც დავიწყეთ დარწმუნება ქართული ოცნების ელექტორატის, რომ ქართული ოცნებიდან წამოსულიყო, ქართული ოცნება შეთხელდა და დაჭირდა გაყალბება. აი ამ მასშტაბის დაყალბება დაჭირდა 2-3% შეიძლება დაიმალოს, მაგრამ 10% უკვე ვეღარ მალავ და უკვე გჭირდება ეს მეთოდები და აქამდე მოვიდა ოცნება ჩვენი დამსახურებით. ჩვენ რომ მივიღეთ ამ პროცესში, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და ქართულ ოცნებას იმიტომ დაჭირდა ეს პროცესი. არჩევნები გაეყალბებია, ქუჩაში პოლიცია გამოიყვანა, იმიტომ რომ სხვაგვარად ხელისუფლებას ამ ქვეყანაში ვერ დაიჭერ, როდესაც ლეგიტიმაციის პრობლემები გექმნება და ელექტორალური ხმები არა გაქვს. მაშინ დგები ხიშტებზე, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა 2007 წლიდან მოყოლებული ამ პრინციპში წავიდა დღეს ქართული ოცნება.